მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით მოყვასო მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, სულში, გულში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი შვილები გაბევრდნენ, გამრავლდნენ. დიდი თხოვნა მაქვს, რომ შეუძახეთ თქვენს ოჯახის წევრებს, დიშვილებს, ძმისშვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომ გამრავლდნენ, გაღონიერდნენ, იყოლიონ 4 შვილი, 5 შვილი, 6 შვილი და ძალიან მალე, სულ რაღაც ერთთაობაში, სულ რაღაც ორთაობაში იბერია გავწყინდება. მე დარწმუნებული ვარ, რამე თუ ჩვენ წინაპრებმა, დიდმა ადამიანებმა, დიდმა მოღვაწეებმა, გენიოსებმა, ისეთებმა, როგორიც მაგალითად ილია ჭავჭავაძე იყო და ივანე ჯავახიშვილია და გიორგი მთაწმინდელია და შოთა რუსთაველია და ალბათ 1000 კაცზე ავალთ, რომ დავიწყოთ ჩამოთვლა ამ ადამიანებისა. დაგვიტოვეს საოცარი განძი, საოცარი ცოდნა, საოცარი მიმართულება, საოცარი სწავლება, რომელიც წინაპირობაა ეროვნული გადარჩენისა და ერის გაბწყინებისა და სახელმწიფოს გაბწყინებისა და ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი, ღმერთმა დალოცოს ქართული ენა, ღმერთმა დალოცოს და მუდმივი ქმნას ქართული სახელმწიფოებრიობა. ჩვენ სუვერენისტები ვართ, აპოლოგეტები ვართ ამისა და დიდი წყალობაა ჩვენზე, რომ გვაქვს სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო, ქართული უნივერსიტეტი. დიდი წყალობაა, დიდი მადლობა ღმერთო აი ამ დიდი მონაპოვარისათვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ღმერთისგან მოდის ყველაფერი ეს ბედნიერება. თუმცა მე დავამატებ იმას, რომ მსოფლიოში არ მოიძებნება სხვა ერი, რომელსაც ესოდენ დიდი ხანი ჰქონოდა სახელმწიფო დიდი ხნის განმავლობაში და ეს ხილულად ფიქსირდება 23 საუკუნის წინ შედგა ქართული სახელმწიფო, შედგა ქართველი ერი, ჩამოყალიბდა ქართველი ერი ამ ენით, დიახაც ამ ენით, აი ამ სახელმწიფოებრიობით, ეს იყო პირველი გაერთიანებული ქართული სამეფო, თორემ მანამდეც არსებობდნენ ქართული სახელმწიფოები. რა თქმა უნდა, მე ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, არაბობისას სამწუხაროდ ეს დაიშალა ეს სახელმწიფო, მე ისევ შედგა ერთიანი უკვე მეორედ გაერთიანებული ქართული სამეფო ბაგრატ მესამის დროს, იარსება მოგეხსენებათ მონღოლებამდე, მე გიორგი ბრწყინვალემდე ასე ვთქვათ და მე ფედერალიზაციამ რაც გვიყო მოგეხსენებათ, თუმცა მაინც არსებობდა ქართული სახელმწიფოებრივი, ქართული სამეფოები და ასე შემდეგ და უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში 1801-ში და 1811-ში სამწუხაროდ სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ და დღეს გვაქვს ჩვენ სახელმწიფოებრიობა, აგე უკვე რამდენიმე ათეული წელია და უამრავი სახელმწიფოებრივი ფასეულობა გვაქვს. გავუფრთხილდეთ ამას. ძალიან დიდი თხოვნა არის ჩემგან, ახლა მე ვინა ვარ ამას ვთხოვდე ქართველ ერს და მაგრამ აი თვითონ ჩემ მეგობრებს ავთხოვ, ჩემს ნაცნობებს, ჩემს ერთგულმსმენელებს გავუფრთხილდეთ აი ამ დიდ ფასეულობას. ისევე უნდა გავუფრთხილდეთ როგორც ქართულ ენას, ქართულ სარწმუნოებას, ანუ დედა ეკლესიას და ქართულ მამულს. აი ზუსტად ეგრე უნდა უფრთხილდებოდეთ ქართულ სახელმწიფოებრიობასაც და მე დღეს მოვედი თქვენთან საოცარი წიგნით, ეს არის განძი, აი როგორც მაგალითისათვის განძია ჩვენთვის მე ვიტყოდი. უამრავი ხვდებით ახლა რასაც ნიშნავს, გნებავთ პირდაპირ გაგებით და გნებავთ სულიერი გაგებით, ეს არის განძი ქართული ბიბლია. ქართული ბიბლია. თქვენ იცით ეს ქართული ძალიან ბევრისთვის შესაძლოა უცხო იყო ეს ყურში, რომ აი რას ნიშნავს ქართული ბიბლია. ხო, ბიბლია ხო საყოველთაოა და ასე შემდეგ, მაგრამ აი რო ითარგმნება სხვადასხვა ენაზე, მაგალითად, ეს უკვე აი ამან მით უმეტეს მისმა სიძველეობამ გააჩინა ეს სახელი ქართული ბიბლია, ქართულენოვანი ბიბლია, ქართულად ნათარგმნი, ქართულად შედგენილი, ქართულად რედაქტირებული ბიბლია. და ესეთი სრულყოფილი ქართული ბიბლია, ძველთა ძველი მეტადრე, შეიძლება ითქვას, რომ სხვა არ არის. ეს არის, აი მე ჩამოვთვლი ახლა რა ვიგულისხმე ცოტა ხანში ქართული ბიბლიები, კიდე სხვაებიც არსებობს, მაგრამ ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე სრული, ეგრეთ წოდებული მცხეთური ხელნაწერი. წარმოიდგინეთ, რომ იგი ფაქტობრივად, დოკუმენტურად შედგენილი არის ათონელი მამების მიერ
გიორგი მთაწმინდელი რა დონეა, რა გონება, რა პიროვნება, როგორი სასულიერო მოღვაწეა და მე ვიტყოდი ყველანაირად როგორი მოღვაწეა, ყველა მიცის და ეს არის გიორგი მთაწმინდელისეული ბიბლია, როგორი მთარგმნელობითი საქმე მიდიოდა და როგორი ხან მე ვფიქრობ, რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელი არის შესაყვანი მსოფლიო 5 უდიდეს საეკლესიო მოღვაწეთა სიაში და არის იგი ისეთი ადამიანების გვერდზე, როგორიც არის იოანე ოქროპირი მაგალითად, ვასილი დიდი მაგალითად და ასე შემდეგ. მსოფლიო მწერლები, მოღვაწენი და ასე შემდეგ. ამ 5 ეულში უეჭველი შესაყვანია და რა დიდი ბედნიერება რომ ეს ადამიანები ყავდნენ იგივე ექვთიმე მთაწმინდელი და ეს წიგნი ამისი ორიგინალი არის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში მოგეხსენებათ და ეს არის მე-17 საუკუნისა და მე-18 საუკუნის მიჯნაზე გადაწერილი, შექმნილი და თუმცა ახლა აღიარებულია რომ ის საიდანაც ხდებოდა გადაწერა და საიდანაც ხდებოდა მისი რედაქტირება და ასე შემდეგ ეს არის გიორგი მთაწმინდელის ავტორობით თარგმნილი წიგნი ქართული ბიბლია. ეს არის წარმოიდგინეთ 700 გვერდამდეა, როგორც მახსოვს, ალბათ 680 გვერდი, 690 გვერდი არის საკმაოდ ამაზე გაცილებით უფრო, გაცილებით არა, ამაზე დიდ ფორმატზე, ანუ ეს თუ მაგალითისათვის A4-ია, A4-ზე დიდი, ასე ვთქვათ, არის დაახლოებით 22 სანტიმეტრია სიგანეში და სიმაღლეში არის დაახლოებით 30 სანტიმეტრი ესეთი წიგნია, არის შავი მელნით დაწერილი, არის 7 სხვადასხვა კალიგრაფიაა შიგნით. 7 ესე იგი 7 ადამიანი წერდა, 6 თუ 7 გადამწერი ყავს something-ს, სხვათა შორის მოხსენიებულია რამდენიმე მათგანი აქ მინდორზე მათი სახელები, ერთ-ერთი იყო ლაზარე, რომელიც წყალობას თხოვს ღმერთს და დახმარ წყალობასაც და ცხონებასაც და ასევე დახმარებას ამ შრომაში. მისი ერთ-ერთი გადამწერია და რაც ყველაზე საგულისხმოა ერთ-ერთი ფასეულობა რაც არის, ეს არის ის, რომ რედაქტორი არის დიდი სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა ორბელიანის მიერ არის ეს წიგნი ჩასწორებული, რედაქტირებული, ხაზგასმული, თვითონ ის ხო ნუსხურად არის დაწერილი ტექსტი და უკვე ასომთავრულით, ანუ მხედრულით მომიტევეთ, უკვე მხედრულით შესაბამისად სულხან-საბა ორბელიანი აკეთებს ჩასწორებებს, ხაზგასმებს და ასე შემდეგ. წარმოგიდგენიათ როგორი განძი გვაქვს, რა გონებებმა იმუშავეს, რა ადამიანებმა იმუშავეს, რომ ეს წიგნი ჩვენ გვქონოდა. და შესაბამისად ეს წიგნი ეს არის ხელნაწერი, კიდე ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, იქვე არის რამდენიმე წიგნიც არის შესაბამისად, მაგალითად ბაქარისეული ბიბლია, მანამდე ერთი 5-10 წლით ადრე დასტამბულია, წარმოგიდგენიათ, დასტამბულია მგონი რუსეთში, ხო და ეს მოგეხსენებათ, ჯერ კიდე ხელნაწერია და ის ეპოქაა, რომ ჯერ მაგალითად როგორც მახსოვს 1712 წლის დასტამბულია ვეფხისტყაოსანი. ეს გახლავთ მოგეხსენებათ იმაში ეჭვია მაგალითად პავლე ინგოროყვა ამბობს, რომ ამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მე-11-მე-12 საუკუნის მიჯნაზე ნათარგმნი, შედგენილი, მოდით ასე ვთქვათ, რედაქტირებული და ჩვენთვის დატოვებული ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მიერ, ეს ამაში უარისო არქაული, ეგრეთ წოდებული, ეხლა რას ნიშნავს არქაული, მაგასაც ვიტყვი, არქაული ტექსტებიო, ქართულენოვანი, წმინდა წერილისო და შესაბამისად ეხლა არქაული ნიშნავს მაგალითად
მე-6, მე-7 საუკუნეებს წარმოგიდგენიათ და ლოგიკურია რომ როგორც კი მოხდა ჩვენთან შესაბამისად ის ბედნიერი ამბავი რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა მაშინვე დაიწყებოდა ლოგიკურია შესაბამისად თარგმნელობითი საქმიანობა და 600-იანი წლებისაც კი არსებობს აი მაგალითად რამდენიმე წინასწარმეტყველური წიგნია მცირე ზომისანი რომელნიც იერუსალიმური ნუსხა ქვია და ჯვრის მონასტერშია ნაპოვნი. წარმოგიდგენიათ, ესა და თვითონ არსებობს მაგ ეპოქისა ხილულად. და თვითონ გიორგი მთაწმინდელი ეს პატიოსანი წმინდა მამა ჩვენი ერის ერთ-ერთი გადამრჩენი. იმ ეპოქაში ჩვენი ერის ერთ-ერთი გადამრჩენი და ზოგადად ჩვენი ერის ერთ-ერთი გადამრჩენი და მამა ამბობს, რომ ჩემამდეო არსებობსო დიდებულად წმინდათო და მართლად ნათარგმნიო ქართულ ენაზეო წმინდა წერილიო ხანმეტიცო ეს ციტატა რამდენად მე ძალიან მიახლოებული ციტატასთან ხანმეტი ტექსტებიცო და შესაბამისად საბაწმინდურიცო და ხანმეტი რას ნიშნავს იცით აი უპირატესობა ქონდა ზოგან დამატებული იყო ზოგან ეს მოვარაყებული იყო ზოგან დიდი ასობგერა ხანს ქონდა გამორჩეული დატვირთვა ამ ტექსტში და ხანმეტი არის ამას ნიშნავს და სავარაუდოდ ეს არის მე-7 მე-8 საუკუნის ტექსტები და მერე უკვე შესაბამისად აი მე-9 საუკუნისა არის სიტყვაზე არა მე-9 საუკუნისა არის ოშკის ბიბლია მე-9 საუკუნისა არის ოშკის ბიბლია სადაც ეს უკვე ხანმეტი ტექსტი არ არის და რაც შეეხება ხო არ ვწდები შესაძლოა მე-10 საუკუნის იყო როგორ გადამქართულდა ეხლა ოშკის ბიბლია და რაც შეეხება საბაწმინდურს აი წმინდა საბას მონასტერში არსებული თარგმანებიც არსებობს ასე შემდეგ ასე რომ ბევრი სხვადასხვა ვერსია გვაქვს ქართული ბიბლიისა მაგრამ ეს შეიძლება ითქვას რომ უკვე განზია სრულყოფილია და ასე შემდეგ და ეს არის კანონიკური ტექსტი აი რომ იკითხება მაგალითისათვის ძველი აღთქმა არა იოანე ოქროპირის წირვების დროს ლიტურგიის დროს არამედ სხვა ლიტურგიების დროს სხვა წირვების დროს ბასილი დიდის წირვის დროს მგონი შესაბამისად იქ ძველი აღთქმიდან გიორგი მთაწმინდელის ტექსტი კანონიკური წმინდა წიგნია ჩვენთვის ქართველებისთვის და მოგეხსენებათ ახლა სხვა ერები სხვა ენაზე კითხულობენ და მათ უკვე სხვა კანონიკური წიგნები აქვთ და იმასაც ვიტყვი ახლა რომ წარმოდგენა შეგექმნათ რომ ახლა დღეს რო თარგმნილია და მასიურად რო იყიდება წიგნები ბიბლიები ხან კვირისპალიტრამ გამოსცა ხან საპატრიარქომ გამოსცა ხან რომელიღაც გამომცემლობამ გამოსცა ეს აი ორი თარგმანია ფაქტობრივად ზოგი შეიძლება რაღაც დონეზე აი სტილისტურად გრამატიკულად არის ხოლმე დახვეწილი და ასეც ქვია აი გადამუშავებული მისა ბიბლია გამოვიდა 2009-ში 2015-ში 2013-ში 2000-იანი წლების დასაწყისში და პირველად აი საპატრიარქომ გმირობა რა თქმა უნდა 1000 ხილული გმირობა აქ და ეროვნული და სასულიერო ღვაწლი ჩვენს პატრიარქს ღმერთმა გვიცოცხლოს 100 წელი ეს ადამიანი ხო და მისი შრომით მისი აი მოვიდა იგი საპატრიარქო ტახტზე და მოსვლიდან 8-9 წელში ითარგმნა საპატრიარქოს მიერ ქართულ ენაზე, ახალ ქართულ ენაზე, ამას გულისხმობდი. და ეს ტექსტიც და მე სტოკგოლმში არის ძალიან კარგი ხალხი არიან, ორიაზე არსებობს, იქ არ არის რაღაც ესეთი მიმართულებები და დაჯგუფებები ქრისტიანული მიმართულებებისა. სუფთა მეცნიერული სამეცნიერო ორგანიზაცია არის, მათაც თარგმნეს ეს მოგეხსენებათ, ყველას გაქვთ ეს ნანახი.
ეს წიგნი ახალ ქართულ ენაზე, რომ მაგალითად ვინც ვერ ფლობს ძველ ქართულ ენას, შესაბამისად იხემძღვანელოს იმ წიგნით და აი სტოკჰოლმი მათ 2000-იანი, არა 90-იანი წლების შუაში თარგმნეს დაახლოებით. ესენი ორივე ნათარგმნი არის ებრაული ენიდან, ებრაული ტექსტებიდან, ეგრეთ წოდებული მასორეტული ტექსტებია. მასორეტული ტექსტი რას ნიშნავს, იცით? მოგეხსენებათ ახლა რა კატაკლიზმები გაიარა ამ სახელმწიფომ, ამ ერმა, ამ ქვეყანამ და ასე შემდეგ და ისე განვითარდა მოვლენებით, რომ მათ ეს წიგნი, რა ესეთი სრულყოფილი წიგნი, საერთო წიგნი, ძველი აღთქმის ებრაელებზე მაქვს საუბარი, დაეფანტათ, დაეკარგათ და ასე შემდეგ და მე-7, მე-8, მე-9 საუკუნეში ფაქტობრივად თავიდან დაიწყეს, ხან ფურცლები იპოვნეს, ხან მეხსიერებით, ხან რაღაც ნაწილები იპოვეს, ასე შემდეგ და შექმნეს ეგრეთ წოდებული მასორეტული ტექსტები, ანუ დღეს, რასაც მაგალითადvis ეგენი ხმარობენ სასულიერო საკითხავს. შესაბამისად, ეს არის მასორეტული ტექსტები და იქიდან არის ნათარგმნი, ეს ახალი ისინი და რა თქმა უნდა, ეხლა სხვა თარგმანებიც არსებობს, აი მაგალითადvis სეპტუაგინტა თარგმნეს. სეპტუაგინტა არის ბერძნული ვერსია, ძალიან საპატიო ადგილი უჭირავს ამ ნუსხას. ეს არის წარმოიდგინეთ 22 საუკუნის წინანდელია, 22 საუკუნის წინანდელი. ჩვენ წელთაღრიცხვამდე, აი მე-3 საუკუნის ბოლოს და მე-2 საუკუნის დასაწყისში ალექსანდრიაში პტოლომეუს მეორე იყო მგონი, ან პტოლომეუს მეორე იყო ალექსანდრიის მეფე, ხო და შესაბამისად მისი დავალებით, მისი მოთხოვნით, მისი ბრძანებით შეკრიბეს წარმოგიდგენიათ 72 მღვდელმთავარი და ამ 72-მა მღვდელმთავარმა ცალ-ცალკე საკანში, ცალ-ცალკე ოთახში ყველანაირი პირობით იყვნენ, ოღონდ ერთმანეთისგან განსალკევებული წარმოედგინეთ და ამ 72-მა ადამიანმა თარგმნა და მე რო დაადარეს, ფაქტობრივად ყველა ერთნაირი იყო და ყველა დარწმუნდა, რომ ეს არის ნამდვილი თარგმანი იმ ებრაული ტექსტი, ებრაული ენიდან ბერძნულ ენაზე. და ასე შედგა სეპტუაგინტა. სეპტუაგინტა პირდაპირ გადმოთარგმნოთ 72 თაგანსნი, 72 თაგან ნათარგმნი, აი ესე ითარგმნება და ამ გუნდში, ამ 72 ადამიანში ყველა რო ცალ-ცალკე იჯდა და ყველას რო ქონდა საწერკალამი, მელანი, ქაღალდი, ყველანაირი მომსახურეობა, საკვები და საშუალება რო ამაზე ემუშავათ. ერთ-ერთი გახლდათ სვიმონ მიმრქმელი, ეს ის ადამიანია, რომელიც ჩვილ მაცხოვარს მიიახლა და ჩაიხუტა. მოგეხსენებათ, რომელსაც ღმერთისგან ქონდა შესაბამისად ესეთი სიტყვა მიცემული, სასჯელი, მოდით ასე ვთქვათ, რომ არ გარდაიცვლებოდა და ზოგისთვის რო ეს არის დიდი ბედნიერება, წარმოდგენით ამ ადამიანისთვის ტანჯვა იყო, რომ ყველა აბსოლუტურად ახლობელი აღარ აყავს, გადის თაობები შესაბამისად და ესეთი ბებერი ადამიანი იყო, სხვადასხვა გადმოცემით და მონაცემით, წარმოიდგინეთ 250 წლისა, 260 წლისა და შესაბამისად რომ მაცხოვარს რომ მიიახლა და ჩაიხუტა, ეს ის წერტილია, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა, ხო და ეს არის სეპტუაგინტა. სეპტუაგინტა და კიდე ასევე აი იმ ეპოქისა მოგეხსენებათ რა უნდა იყოს ახლა ესოდან და მოხდა იგი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში და გადარჩენილია. შეიძლება ითქვას, რომ ძველი აღთქმის ძალიან დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, 98% გადარჩა სეპტუაგინტა, ანუ და აი 400-იანი წლების წიგნი არის ლათინურენოვანი ვულგატა, ესეც ერთ-ერთი ძველია მოგეხსენებათ. მასორეტულ ტექსტებზე უკვე მოგახსენეთ. შესაბამისად კიდე არის ეგრეთ წოდებული უпростоრედ რატო ეგრეთ წოდებული? შესაბამისად ეს არის სომხურენოვანი ბიბლია, ადრეული ეპოქების ასირიული ბიბლია,
ეთიოპიური ბიბლია, ეხლა გამოსცა საოცარი განძი, საოცარი წიგნი გამოსცა საასულიერო აკადემიამ და მისი მაღალღირსების პროტოპრესვიტერ გიორგის მამა გიორგის ხელმძღვანელობით გამოიცა ეს განძი წიგნი, სადაც 10 სხვადასხვაენოვანი, ეს არის მრავალეროვანი ბიბლია, ერთ წიგნში არის მოთავსებული ძალიან დიდი ფორმატის, აი A3 ფორმატის ფურცლებია შიგნით და გრანდიოზული წიგნია, რო არ შემწვეს იქნება ერთი 700-800 გვერდი, ხო და აქ არის ერთმანეთთან დადარებული ეს ყველა წიგნი და ეს არის სასწაული და დიდებული საშუალება იმისა, რომ ადამიანმა იკვლიოს ბიბლია და ნახეთ, ეხლა მე ჩამოვთვალე ეს მიმართულებანი, კარგად გამიგეთ და სხვადასხვა ადამიანი, ეხლა სხვადასხვა მეცნიერი ხედავდა რა აი ამ განძს ქართულ ბიბლიას, შესაბამისად ფიქრობდა, რომ აი წმინდა გიორგი მთაწმინდელმა მაგალითად, საიდან იხემძღვანელა, საიდან თარგმნა და აი ჯერ კიდე მე-18 საუკუნე იყო და აი ვენის უნივერსიტეტში ესეთი მეცნიერი იყო ორტეზი, რომელმაც თქვა, რომ აი ეს წიგნიო აქვსო აშკარათო სეპტუაგინტადანო ნათარგმნიო. მერე იყო ასეთი მეცნიერი ასევე ჰოლმეზი, რომელმაც თქვა, რომ ესო ნათარგმნიაო აშკარათო სირიული ბიბლიიდან იხემძღვანელაო და იქიდან თარგმნაო. პავლე ინგოროყვა ფიქრობდა, რომ ებრაული ბიბლიიდან არის ნათარგმნი. აი ალექსანდრე ცაგარელი და მარი ბროსე ფიქრობდნენ, რომ ეს ბერძნულიდან არის ნათარგმნი. შესაბამისად ნიკო მარი, რომელიც ახლა ვერავინ ვერ გაექცევა იმას, რომ დიდი მეცნიერია, ბოლოში ცხადია ხილულად ტენდენციური იყო, იგი დაჟინებით ამბობდა, რომ სომხურენოვანიდან არის ნათარგმნი. და აი ესეთი ვერსიები ქონდა, ყველა ვერსია იყო, წარმოგიდგენიათ, აი წეღარად ჩამოგითვალეთ, აი კენიბერი იყო ესეთი ადამიანი, ის ამბობდა, რომ აი ეგრეთ წოდებული ვატიკანის კოდექსი ქვია, ანუ ლათინურიდან არისო ნათარგმნი, ანუ ყველა საიდანაც შეიძლებოდა. ერთი არ უთქვამთ, რომ კირილე და მეთოდესგან არისო, იმიტომ რომ გაცილებით გვიანდელია. შესაბამისად მათი არა, თანადროულია რა რაღაც დონეზე, მაგრამ აი კირილე და მეთოდე მოგეხსენებათ თარგმნიან ამ წიგნს სლავურ ენაზე, ძველ სლავურ ენაზე და ერთი აი იქიდან თარგმნილი არ არის შესაბამისად ნახსენები, თორე დანარჩენი ყველა ვერსია იყო ნათქვამი და ძალიან დიდი მადლობა ისევ რამდენჯერ 2 ღონისძიება ჩატარდა, ერთი აი ამ წიგნის პრეზენტაცია იყო, წეღან რო ვახსენე, მრავალეროვანი ბიბლიისა ქალაქ თბილისის საკრებულოს დიდ დარბაზში და წარადგინა ეს წიგნი მამა გიორგი ზვიადაძემ და საოცრად ეს გულის სიამაყით ამევსო ისაუბრა რა ამ გამოცემაზე, ამ წიგნზე, შიგთავსზე და ქართულ ბიბლიის ფასეულობაზე და ხაზგასმით თქვა, რომ აი იყო რა უამრავი ვერსია, უამრავი შეხედულება, რომ აქედან არის ნათარგმნი, იქიდან არის ნათარგმნი და ასე შემდეგ. აი ყველა ვერსია, ყველა ურთიერთ გამომრიცხავი ვერსია იყო, ხო მოგეხსენებათ და აქედან გამომდინარე უკვე გაჩნდა ესეთი აზრი, რომ თვითნაბადია შესაბამისად და ეს ცალკე ხო ღმერთია ასწავლიდა, კარნახობდა, სულიწმინდა კარნახობდა. ამისი ართქმა არ შეიძლება, სულიწმინდა კარნახობდა ესეთი წმინდა მამებს, როდესაც შესაბამისად ისინი ასეთ საქმეს აკეთებდნენ. სულიწმინდის ნაკარნახევი არის ყველა მოციქულისადმი და ყველა მახარებლისადმი, რაც მათ დაწერეს, შესაბამისად სულიწმინდის ნაკარნახევია და დარიგებული არის
წმინდა მოციქული პავლეც, პეტრეც, ეს ეპისტოლეები რო დაგვიწერეს და ასე შემდეგ და სული წმინდისგან დაკვალიანებული პავლე მოციქული გარდაცვალებიდან ასე ვთქვათ თითქმის 300 წლის მერე სენაკში, საკანში შედიოდა წმინდა იოანე ოქროპირთან და ყურში კარნახობდა. წარმოგიდგენიათ და წმინდა იოანე ოქროპირიც წერდა და წერდა. ეს ჩვენ ყველას გვჯერა, ყველას გვწამს და ეს ჩვეულებრივი რამეა ამ სამყაროს შემქმნელმა, ამ საოცრებათა შემქმნელმა, რომ ადამიანები დააკვალ და ეს არის მოცემული ბიბლიაშიც, როგორ ესაუბრება უამრავ ადამიანს, არაერთ ადამიანს. მოგეხსენებათ მაცხოვარი, მამაღმერთი, სული წმინდა, როგორ ესაუბრება შესაბამისად უამრავ წინასწარმეტყველს და მათ შორის ამ წიგნის ავტორს, ხუთწიგნეულის ავტორს, მოციქულს. შესაბამისად აი მამა გიორგი ზვიადაძემ ბრძანა, რომ ეს ანუ ქართული არის, შეიძლება ითქვას შექმნილი, რა თქმა უნდა, უამრავი ცოდნა ქონდა ასე შემდეგ, მაგრამ ეს ადამიანი აი ამ ცოდნით, რა თქმა უნდა, მანამდე ყველა ნუსხა ეცოდინებოდა, მანამდე ყველა ქართული ვერსია წაკითხული ექნებოდა და უამრავი ცოდნა ქონდა, მაგრამ ეს ადამიანი წერდა და მე ახლა იმ სხვაობებზე ვისაუბრებ, რომელიც არის მასორეტულ ტექსტში, მაგალითად, და სხვადასხვა წიგნებში და აი აქ ესეთი და რას უნდა დავეყრდნოთ ჩვენ ქართველები და ასევე მამა გიორგი ზვიადაძემ ბრძანა შემდეგი რამე, თანაც იქ იყო 30 უცხოელი იყო ჩამოსული სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელები, პროფესორები ევროპიდან შესაბამისად იყვნენ სასულიერო და საეკლესიო გამოცემის ხელმძღვანელები და ასე შემდეგ და ხაზგასმით გაუსვა ხაზი, რომ ძალიან ბევრი კვლევისათვის თქვენ აუცილებლადო უნდა იხილოთო ქართული ბიბლია, მასში არსებული ძალიან ბევრი ცნობა, ძალიან ბევრი წინადადება, ძალიან ბევრი არსი, ძალიან ბევრი მონაცემი და ასე შემდეგ არისო განსაკუთრებული და ყველაფერზე მიმართულების მიმცემიო და დიდი მადლობა მართლაც აი ამ განს, აი ამ წიგნს მე ახლა როგორც მოკრძალებით ვიტყვი ალბათ საშუალოს ან უფრო დაბალი რანგის მკვლევარს ბიბლიური გეოგრაფიის საკითხებში და ისტორიული გეოგრაფიის საკითხებში საოცარი აღმოჩენები გამაკეთებინა. საოცარი აღმოჩენები გამაკეთებინა და ამაზეც ვისაუბრებ თუ რა ცნობას იძლევა ეს წიგნი განსხვავებით გინება წეღანაცა ვთქვი მასორეტული ტექსტიდან შესაბამისად სეპტუაგინტიდან, ვულგატიდან, ებრაული ბიბლია ახალიაც არსებობს, მინგე ესეთი გვარის მთარგმნელია 19-20 საუკუნის მიჯნაზე, იგივე რუსული ბიბლიიდან, იგივე ეთიოპური ბიბლიიდან, სირიული ბიბლიიდან და ასე შემდეგ და ეს მცხეთური ხელნაწერის აი ამ ფასეულობებზე აუცილებლად გესაუბრებით და თვითონ ახლა აი თვითონ ებრაული ბიბლია წეღან რო ვახსენე, საიდანაც ნათარგმნია, იყო ნათარგმნი ადრე მაგალითად უკვე ეს მთარგმნელობითი საქმიანობა მოგეხსენებათ ახლა გამომდინარე იქიდან რომ ბიბლია როდინდელი წიგნია, რანაირი წიგნია და ასე შემდეგ მოგეხსენებათ რომ ძალიან ავტორიტეტულია მასორეტული ტექსტიც რა იმის მიუხედავად რომ ის წვეტა გითხარით რომ მაგალითისათვის მე-5 საუკუნის ბიბლია როგორც ასეთი ხელნაწერი მე-4 საუკუნის, მე-3 საუკუნის არ არსებობს, ფიზიკურად არ არსებობს და არსებობს რა იცით აი ჩვენ წელთა ღრიცხვამდე 100 წლით ადრე იყო დაწერილი ესეთი გრაგნილები იპოვეს აი ეხლა ისტორიისათვის აი ეხლა თორე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა 60-იანი წლების ბოლოს და ახლოებით მგონი აი ესე იგი 60 წლის წინ წარმოიდგინეთ ასე ვთქვათ 60 წლის წინ ყუმრანი ეს არის ესეთი ადგილი ყუმრანი რომელიც არის მკვდარი ზღვის მიმდებარედ და იქ გამოქვაბულში მგონი იქაური მწყემსები რო არიან არაებრაული წარმოშობისა, არამედ
სხვა ეთნიკური წარმომავლობისა ერთ-ერთმა ეგეთმა მწყემსმა იპოვნა ერთ-ერთ გამოქვაბულში წარმოგიდგენიათ და როგორც აღმოჩნდა ის სხვადასხვა დიალექტზეა რა ეს მასორეტული სხვა დიალექტზეა ის სხვა დიალექტზეა და ასე შემდეგ და არსებობს ესეთი რაღაცა იპოვეს თუმცა ისიც ახლა არასრულია ისიც რაღაცა ნაწილია ძველი აღთქმისა უკვე მოგახსენეთ ეს ყუმრანი არის მკვდარი ზღვის მიმდებარედ. აი ახლა მე თქვენ მინდა უკვე აი კონკრეტულად აგიხსნათ და გითხრათ რა არის ამ წინგში ძალიან დიდი ფასეულობა ჩვენთვის. აი მრავალ მხრივ წარმოიდგინეთ ახლა კიდევ ერთხელ გეუბნებით კანონიკურია და ღვთის სიტყვა, ხო, მოცემულია, როგორც ღვთის სიტყვა ხელში გვიჭირავს წმინდა წერილი, ძველი აღთქმა. და ერთი მხრივ როგორ შეიძლება რაღაც ისეთი განსაკუთრებული სხვაობა იყოს, ხო? სეპტუაგინტასა და ვულგატასა და მასორეტულ ტექსტსა და სხვადასხვა ენოვან და ქართულ ბიბლიას შორის. მაგრამ აი ესეთ საოცარ რაღაცებს მოგიყვებით ახლა და გადმოგცემთ, შემოგევლოთ ჩემი თავი. წერანაც თქვი რომ ამაზე ხაზგასმით ეს გამოაცხადა საქართველოს სასულიერო აკადემიის საპატრიარქოსთან მიმდებარედ რო არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ გამოაცხადა რომ ჩვენს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მიხარია მისი გამეორება და თქვენს მინდა რომ ყურადღებით მოისმინოთ ეს. ჩვენს ბიბლიაშიო, ჩვენს ნუსხებშიო არის ისეთი ცნობები, მონაცემები, სიტყვები, ახსნები თანადროულად შეიძლება ითქვას ტექსტისა, რომელიც ძალიან ბევრ მინიშნებას მოგცემთო. ეხლა მაგალითისათვის აი აქ ერთი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი შეიძლება ითქვას კაელისა და აბელის ამბავი რაღაც მსოფლიო მოვლენაა ხო მოგეხსენება და ყველა მიცის ეს მით უმეტეს ქრისტიანულ სამყაროში ყველა მიცის ეს ორი ძმის ამბავი ორი ძმის ურთიერთობა პრაქტიკულად მეორე და ისა მესამე და მეოთხე ადამიანი ვინც იყო დედამიწაზე და ცხოვრობდა და არის ესეთი გამოთქმასავით რომ აი რატომ მოკლა კაენმა აბელი რატომ მოკლა კაენმა აბელი და ამაზე დისერტაციები არსებობს, დიდი წიგნები არსებობს, დიდი ახსნა-განმარტებები არსებობს. გამიგეთ და ხშირ შემთხვევაში რაოდენ წინააღმდეგობრივიც, ხო? ეხლა რაღაც დონეზე ეს დოგმასავით არის მიღებული, რატომ მოკლა, რა მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც. და ნახეთ, ეხლა თქვენ ვერც აი მაგალითად იგივე მასორეტულ ტექსტში ვერ ნახავთ აი ამ სხვაობას, რა სხვაობასაც ნახავთ და რაღაც დონეზე მიზეს თუ რამ გამოიწვია ეს შური იყო ეს წინააღმდეგობა იყო თუ ეს ზრახვა რომელმაც გადააწყვეტინა კაენს აბელი მოეკლა და ყველა ტექსტში აი ნახეთ იხილეთ დაბადება მეოთხე თავი მესამე მეხუთე მუხლი შესაბამისად მიართვა კაენმა უფალს ძღვენი აბელმაც მიართვა ძღვენი ესეთი ცნობა არის მოცემული მაგალითად მასორეტულ ტექსტში შესაბამისად ვულგატაში წეღან რო ვთქვით და აი ამ ქართულ ბიბლიაში მცხეთურ ხელნაწერში გვაქვს შესაბამისად მიართვა უფალს კაენმა მსხვერპლი და აბელმა ძღვენი აქ უკვე შესაბამისად ეს სხვაობა იქ რომ მსხვერპლია და იქ რომ ძღვენია აი იძლევა იმ ღვთის მართალმსაჯულობის განმარტებას რაღაც ზონეზე უკვე ხვდებით რა არის ძღვენი და რა არის მსხვერპლი საოცარი მონაცემია ეხლა მსხვერპლი რას ნიშნავს ძღვენი რას ნიშნავს მეტად ღმერთისათვის და ასე შემდეგ უკვე წარმოდგენა გვექმნება და იგივე ნახეთ მესამე თავში და პირველ მუხლში ვე მასორეტულ ტექსტში წერია რომ ერთ-ერთ თარგმანში წერია მასორეტულ ტექსტიდან და ორიგინალშიც მსგავსი რამე იქნება ცხადია გველი იყო ყველაზე ცბიერი
და მეორე ქართულენოვან თარგმანში მასორეტული ტექსტიდან გველი იყო ყველაზე ეშმაკი. და აი ამ ფრაზას, აი ამ წინადადებას უპირისპირდება ის, რომ ღმერთი მანამდე ფიქრობს, რომ ამბობს, რომ აი იხილა ეს ყველაფერი, რაც მისგან იყო ქმნილი და ეს ყველაფერი იყო კეთილი. შესაბამისად, თუ ყველაფერი კეთილი იყო, აი ამ გამოძევებამდე შეიძლება ითქვას და დაცემამდე გველიც კეთილი იქნებოდა, ხო გამიგეთ რის თქმა მინდა და აი ამ ქართულ ბიბლიაში გვაქვს შესაბამისად გველი იყო უგონიერესი. ანუ ყველაზე გონიერი, სხვა ცხოველებთან შედარებით გონიერი, უცნობილესი, აი ძალიან გონიერი იყო სხვებთან შედარებით. ეს არის და ეს ნათქვამი, კარგად გამიგეთ შესაბამისად და აი კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, აი მისი ქმნილი ყველაფერი იყო კეთილ ღმერთისა და მათ შორის არც აი ამ ამბავამდე, სანამ ეს ამბები განხორციელდა მოგეხსენებათ რაც მოხდა, არის ნათქვამი ესეთი ფრაზა, რაც არის განმასხვავებელი. აი იგივე მაგალითად მე-11 თავი მე-4 მუხლი. ნახეთ, მასორეტულ ტექსტში წერია, რომ კაცთა შვილები და კაცნი ამბობენ, რომ ვაშენოთ გოდოლი, ვაშენოთ გოდოლი, მოიპოვოთ სახელი, რათა არა გავიფანტოთ. და მეორე ვერსიაში იგივე ისევ მასორეტულ ტექსტში უკვე სტოკჰოლმის იმაში წერია, რომ აღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ. შესაბამისად, აქ უკვე ნოეს დროსაც კი უკვე იყო ცნობილი, რომ უნდა ხალხი განსახლებული იყო ასე შემდეგ და აქ არის არ გავიფანტოთ ნახსენები და რაღაც დონეზე აი ამ ღმერთის ნების საწინააღმდეგოთ არის ნახსენები, რომ არ გავიფანტოთ. მცხეთურ ბიბლიაში, მცხეთურ ხელნაწერში ვაშენოთ გოდოლი, ვყოთ თავთა თვისად სახელი, პირველ განთესვისა ჩვენისა, ანუ პირველ განთესვამდეო შესაბამისად სახელი დავტოვოთო რაღაცა და მერე განვითესოთო. აი რაღაც აი ესეთი შესაბამისად უკვე განსხვავებული ეს მომენტი. შესაბამისად აქ საუბარი არის აი ესეთი ძლიერი ხალხი ვართო, დიდი ხალხი ვართო და დავტოვოთო ნიშანიო ამისიო და ეხლა ცოტა წინ წავალ საუბარში და იქ სადაც არის ქალაქი ბაბილონი, არანაირი ნიშანი არ არის რომ იყო, გამიგეთ ეს ბაბილონის გოდოლი. ანუ ქალაქი ბაბილონი, ამაზე მერე ვისაუბრებ, რომ ბაბილონი რომ ააშენა ნებროთმა გოდოლის დაქცევამდე. ის ქალაქი ბაბილონია და ასეც ქვია. და ეს უკვე შესაბამისად ბაბილონის გოდოლია და შერევნა ქვია ამას, მე ამასაც გავუსვამ ხარ და ეს სრულიად არ არის აუცილებელი, არ წიგნიდან აჩანს ეს და არც არ ჩანს, რომ ზუსტად იმ ქალაქ ბაბილონში, რომელიც არსებობდა გოდოლამდე 200 წელი შესაბამისად და ასე შემდეგ, 300 წელით შეიძლება არანაირი არ და სადაც ადგილი ახლა ლოკალიზაცია სადაც ახდენენ, იქ არანაირი კვალი არ არის მსგავსი ნაგებობისა და მე გეტყვით სადაც არის კვალი მსგავსი ნაგებობისა. ეს იყო შესაბამისად მეორე მესამე ვარიანტის სხვაობისა, არსებითი სხვაობა შევთანხმდეთ, აი მე-11 თავი, მე-4 მუხლი შეადარეთ ერთმანეთს მცხეთური ხელნაწერი და მასორეტული ტექსტი. თქვენ ეს ორივე წიგნი გააქვთ. თუ არა გაქვთ ეს წიგნი, იქნებ მოიპოვოთ რა. დიდი ბოდიში გადავერთვები ახლა იმაზე, რომ გმირობა ჩაიდნენ აი ამ სამეცნიერო ჯგუფმა შესაბამისად ელდარ დოჩანაშვილი იყო გამომისი რედაქტორი შესაბამისად და გმირობა ჩაიდინა და 5 ტომეული არის ესა. 5 ტომე ეს პირველი ტომია, სადაც დაბადება, გამოსვლა და ასე შემდეგ. ასევე არის ანუ მოსეს 5 წიგნეულია და ასევე არის ისონავე, მსაჯულთა და რუთი. 91 წელს გამოსცა და 8-9000 არის მისი ტირაჟი, წარმოიდგინეთ და გამოსცეს იცით რა სტატუსით, რომ ეს არისო, აი სამეცნიერო ტექსტი ასე შემდეგ და საკვლევი ძველ ქართული რო გესწავლაო და ასე შემდეგ და ეს იყო დიდი განძი მაშინდელი
სასულიერო პირებისათვისაც და ოჯახებისაც, ვისაც უნდოდა რომ სახლში ქონოდა ბიბლია. მოგეხსენებათ ახლა რა ბედი დაემართა ბიბლიას, წიგნებს უпростоრედ რა ბედი დაემართა ბოლშევიკების ეპოქაში, საბჭოთა ეპოქაში და უამრავ ოჯახს არ ქონდა რაზეა. მოდით ასე ვთქვათ, რომ 97%-ს არ ქონდა ალბათ ბიბლია და ძალიან ბევრი ვისაც ქონდა კიდე მალავდა. ეს გამოვიდა ბიბლია 1991 წელს და ძალიან ბევრგან ნახავთ, აი ზოგან 10 ლარი, ზოგან 12, ზოგან 15 ბუკინისტები ყიდიან ხოლმე ხან ღიაცის ქვეშ, ხან მაღაზიებში და ძალიან გთხოვთ შეიძინოთ რა, ძალიან გთხოვთ შეიძინოთ, მარტივად აღმოაჩენთ. განძია ეს წიგნი, აი მით უმეტეს დასადარებლად რა და იმ წიგნს თუ იყიდით, ახლა ძალიან ძვირი ღირს, დიდი ისიც განძია ეს მრავალენოვანი ბიბლია, მაგრამ იმ წიგნს თუ იყიდით, ხო დიდ იქ არის შესაბამისად, აი ბაქარისეული ბიბლიაც არის და მცხეთური ხელნაწერიც არის, ანუ ქართული სამი ნუსხაა, ძველ ქართული, შესაბამისად კიდე ერთხელ ვამბობ იმ თავიდან რაც ავთქვი, რომ პავლე ინგორო ასაბუთებს, ამტკიცებს, ფიქრობს, ასე შემდეგ, რომ ეს მცხეთურ ხელნაწერში არსებული ტექსტები არის არქაული. ესე იგი სიტყვაზე მე-5 საუკუნისა, მე-6 საუკუნისა, მე-7 საუკუნისა, მე-8 საუკუნისა და თვითონ წმინდა გიორგი მთაწმინდელი ამბობს, რომ აი წმინდათ იყო ნათარგმნიო ყველაფერიო, საბაწმინდურიცო, ხანმეტიცო და ასე შემდეგ. შესაბამისად აი ეს დასადარებლად რომ სხვადასხვა იმას შეადაროთ უმნიშვნელოვანესი არის ეს. მე აი მაგალითისათვის ნახეთ რა არის. აი როდესაც საუბარი არის ისააკის დაბადებაზე, პირობაზე და აღთქმაზე ღმერთისაგან აბრაამისადმი რომ მათ ეყოლებოდათ შვილი, წარმოიდგინეთ რომ იქ აბრაამის მეუღლე სარაი ამბობს შემდეგ რამეს მცხეთურ ხელნაწერში. რომ ანუ მე რომ მაგალითად როცა ვიქნებიო ფეხბურთზე თუ აი ამაზეა საუბარი და ასე შემდეგ, ვისაც ესმეს უხაროდეს ჩემს თანა. ანუ ვისაც ესმესო იმან იხარებსო, ჩემთან ერთად იცინებსო, ანუ ჩემთან ერთად გაიხარებსო ამ ამბავსო, რომ მე მუცლად ვიღეო. შესაბამისად და შვილი მეყოლებაო. ნახეთ როგორი არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ აი ყველა იზეიმებსო, ახლობელი, ნათესავი, მოყვასი, შესაბამისად ჩემთან ერთად იხარებენო და იცინებენო და ეს არის 21 თავი, მე-6 მუხლი. და მასორეტულ ტექსტში შესაბამისად და ძალიან ბევრ ტექსტში, ეხლა მე მასორეტულთან ვდებ, რომ თქვენ მარტივად ნახავთ ამას ქართულ ათ ნათარგმნებს სხვადასხვა გამოცემებში. შესაბამისად ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს. ანუ დაცინვა სხვა არის და ჩემთან ერთად იხარებს და იცინებს და სიცილი ამ შემთხვევაში სიხარულის ნიშანია, სულ სხვა რამეს ნიშნავს. ხო მოგეხსენებათ რა როგორი დატვირთვა აქვს აი ამ მომენტს, ხო და აი როდესაც კიდე ერთხელ ვიმეორებ, იბადება აბრაამის შვილი ისააკი, მოგეხსენებათ ეს მომენტი, ყველას გახსოვთ. აქვე წინ წავიგდებ, მე ყოფა თუ არა დრო არ ვიცი, მაგრამ და ვიტყვი კიდევაც აი ამ ცნობას, ამით გავამაგრებ მცხეთური ხელნაწერით, რომ იმ მომენტში აბრაამი ქალდეველია, ჯერ კიდე ქალდეველი რა, აბრაამი არის ქალდეაში დაბადებული, ჩემი და ჩემი მეგობრის და თანამებრძოლის გიორგი ხვედელიძის კვლევით ჩვენ დავადგინეთ, აი ამ წიგნმა დაგვადგენინა და მე შესაბამისად დადარებამ ყველა წიგნისა ერთმანეთში და ბიბლიურმა გეოგრაფიამ, რომ ეს ქალდეა არის არა ის ქალდეა, ყველაზე გვიანდელი ქალდეა, წარმოგიდგენიათ რაღაც დონეზე. ყველაზე გვიანდელ ქალდეაზე 27 საუკუნის წინანდელ ქალდეაზე, 28 საუკუნის წინანდელ ქალდეაზე ამბობენ, რომ ქალდეაა და ერთადერთი ქალდეაა და ისიც ქალდეაა, რომელიც ბასრასა და ნასირიაში იყო. შესაბამისად და ისიც ქალდეაა, რომელიც იყო
ედესაში, დღევანდელი შანლი ურფას ადგილას და არარატის მთის მიმდებარედაც ქალდეაა, ტრაპიზონის სამხრეთითაც ქალდეაა და ურმიას ტბასთანაც ქალდეაა და ნისიბისი სადაც არის იქიც ქალდეაა და რამდენი ფრაზა და სიტყვაა ქალდეა და გორდი და კორდუ და კორდი და კარბი და ქორდი და ქალდანი და ასე შემდეგ საქართველოში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ აქაც იყო ქალდეა და ძალიან ბევრი ქალდეა იყო და აბრაამი არის ქალდეველი, სადაც არის ური იყო იქ, სადაც არის დღევანდელი ურფა, შანლი ურფა, სადაც ედესა იყო. ეს თურქეთის ტერიტორიაა. წარმოგიდგენიათ და მანდ უამრავი ქართული კოლონია იყო და მე წინა გადაცემაში ვთქვი და ამას არასოდეს აღარ გადავთქვამ, ამაყი ვიქნები, რომ აი ფუძე ენაზე საუბრობს მაგალითისათვის მაგ დროს აბრაამის მამა თარა აბრაამის პაპა ნაქორი, აბრაამის პაპის პაპა რაგავი, ფალეგი, პაპის პაპა ებერი, ასე შემდეგ საუბრობენ ფუძე ენაზე, დაუშლელ ენაზე, გოდოლამდელ ენაზე, რა ენაზეც საუბრობს მაგალითისათვის ქართველი ერი მაგ დროს, აი მცხეთოსი, ჯავახოსი, ეგროსის შვილები, ქართლოსის შვილები, ოძრხოსი, ესენი ყველა ერთ ენაზე საუბრობდნენ და ეს იყო ფუძე ენა, რომლისგანაც დღეს ცოცხალია 4 ენა. ეს არის ქართული ენა, ლაზური ენა, მეგრული ენა, სვანური ენა. დანარჩენი დიალექტები აი იმ ფუძე ენისა, მოდით ასე დავარქვათ, გამქრალია. გამქრალია, ალბათ იყო 10 დიალექტი. დიალექტი ახლა გურიაში მაგალითად 3 დიალექტია მგონი და სამეგრელოში 3 დიალექტია და მომიტევეთ ახლა სხვა თემაზე გადავედი. ნახეთ ძალიან არსებითი მომენტი, უმნიშვნელოვანესი მომენტი. წეღანაც მოგახსენეთ, რომ აი მასორეტული ტექსტები და მათ შორის ცხადია ტოპონიმები, მათ შორის ცხადია ჰიდრონიმები, მათ შორის ცხადია ადამიანთა სახელები, საკუთარი სახელები, არის ებრაული წიაღიდან გამოსული და ებრაული წიაღიდან შექმნილი რა. ეს მაგალითად ადამიანს რო სიტყვაზე გიორგი ქვია და ფრანგულად რო ჟორჟია, ხო? ერთი მხრივ კი მიხვდება ადამიანი ჭახედული რომ ერთი და იგივე სახელია, მაგრამ როგორი განსხვავებულია? ჟორჟ იქ ხორხე და იურიც მგონი გიორგია რა და გეორგი და ასე შემდეგ. ხო და შესაბამისად, ახლა ეს სხვა თემა იყო მაგაზე, რატო ვთქვი ეს მომენტი, მაგას ვახსენებ. აი იხილეთ ძალიან გთხოვთ აი ამ წიგნში, რომელიც არის მოწოდებული და გამორიცხულია, რომ რაღაცა მოგვატყუოს, ან რაღაცა დაგვიმალოს, ან რაღაცა შენიღბოს წმინდა გიორგი მთაწმინდელმა. ჩვენ მას სრულიად ვენდობით. დაბადება 14-13. ებრაულ ტექსტში დაბადებაში მე-14 თავში, მე-13 მუხლში წერია იქ რა წინადადებაა და წერია ებრაელი აბრაამი. ანუ პირდაპირ არის მითითება, რომ აი მაგალითად იმ მომენტში, როდესაც რაზედაც არის ყვება საუბარს მაგალითისათვის. ებრაელი აბა ეს არის ყველა თარგმანში გაგებული, როგორც მინიმუმ გაგებული, რომ იგი ეთნიკურად, უკვე ეთნოსია ჩამოყალიბებული, როგორც შესაბამისად ან ნებისმიერი ეროვნება ერთი ტყვი და აი ეს ამ ეთნოსის შვილია, ესე იგი ებრაელი აბრაამი. და მცხეთურ ხელნაწერში ეს ეთნიკური მახასიათებელი არ არის. ანუ აბრაამი წერია. ანუ წმინდა გიორგი მთაწმინდელი არ ფიქრობს, არ ამბობს, არ გვაძლევს იმ ცნობას, რომ აბრაამი ებრაელია. და კიდე ერთხელ გეუბნებით, ახლა თუ არსებობს ესეთი რამე და ესეთი გაგება, რომ ადამიანი იყო მაგალითად ქალდეველი და მერე გახდა ებრაელი, თავის ცხოვრებაში ეს სხვა თემა, ამაზე ახლა ვერც ვიმსჯელებთ, ხო? მე არ ვიცი ამ თემაზე როგორ ვიმსჯელო. შესაბამისად და აი უკვე ხილულად ებრაელები არიან, ისრაელი არის მისი შვილიშვილი და მისი შვილიშვილები უკვე 12 ტომით ისრაელია, ხო? ისრაელთა შვილები არიან. აი იქ უკვე ჩანს ეთნიკურობა.
მე ახლა მომიტევეთ ზუსტ ცნობას და მასალას ვერ მოგცემთ, მაგრამ აბრაამი ეგვიპტეში წასვლამდე ქალდეურად საუბრობს და ეგვიპტიდან დაბრუნების მერე უკვე ენას იცვლის, გამიგეთ? და აი ეს მისი შვილიშვილების თაობა უკვე სხვა ენაზე საუბრობს. სხვა ენაზე საუბრობს და უკვე იკარგება შესაბამისად მათი კავშირი ენის მხრივ ფუძეერთან და ყალიბდება ახალი ერი. ახლა და ეს ქალდეველი და ქალდეველობა რჩება და რჩება. იმ დონეზე რჩება, წარმოვიდგინეთ, რომ დღესაც კი ნახავთ ადამიანს ტრაპიზონთა სამხრეთით, რომელიც ამბობს, რომ მე ქალდეველი ვარ. და ეს რაღაც დონეზე სინონიმია, აი როგორც მაგალითად სიტყვაზე გრუზინი, გურძანი, გურჯი და ჯორჯიანი, ყველგან გრ არის არსი, ახლა მიხვედეთ, აუცილებლად დაუკვირდით ამას, მეტადრე ჯეორჯიანის შემთხვევაში, ესენი ხო ყველანი სინონიმებია. და აი ხალიბი, ყველა ამბობს ახლა ენათმეცნიერი თანხმდება, რომ ხალიბი არის ქალდი. და აი ხალიბებიც ქალდები არიან. მე თქვენ აუცილებლად ნახავთ გამაოგნებელ ქალდეველთა, ზუსტად ასე ქვია ქალდეველთა ეკლესია, სადაც აი სამკუთხედს აკეთებს სამი ქვეყნის საზღვარი რო არის თურქეთის, სირიის და ერაყის, აი ამ სამი ქვეყნის ზუსტად საზღვარზე, ზუსტად აი არა 15 კილომეტრში, არამედ 1 კილომეტრში ერაყის ტერიტორიაზე ფიზიკურად, თორე რაღაც დონეზე ალბათ სანამ ეს ტერიტორიული დაყოფა იქნებოდა, ალბათ სამივეგან იყო გარტყმული და რაღა მაინცსა და მაინც ამ წერტილში შეიკრიბა ძალიან საგულისხმოა. ამ ეკლესია მონასტრის ტერიტორია იქნებოდა სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე გარტყმული და დღეს ამ პატარა ტერიტორია არის ესეთი ეკლესია. ქალდეველთა ეკლესია ჭირნახულისა და მოსავლის მფარველი დედა ღვთისმშობლის სახელობისა ქალდეველთა ეკლესია და ულამაზესი ადამიანები. აი შედით ამ ნახავთ ახლა რუკაზეც ნახავთ, Google-ის რუკაზეც ნახავთ, სხვა საშუალებებითაც ნახავთ, საოცარი ადამიანები არიან მრევლში, ძალიან ლამაზი ადამიანები, ესე თეთრი ლამაზი აზრიელები რა, რომლებიც ძალიან გვანან პირდაპირ გეტყვით ქართველებს რა სახით, ჩვენ ხო შეგვიძლია 100 ადამიანი რო იყოს, მაგალითად 100 ადამიანიდან ნებისმიერი ეროვნება რო იყოს, არგენტინიდან დაწყებული, ევროპეიდული სახეებზე მაქვს საუბარი, ახლა ცხადია. 100 და არგენტინიდან დაწყებული და მექსიკით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ინგლისელი, რუსი, ასე შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინოთ აი 100 ადამიანიდან რო 5 ადამიანი იყოს ქართველი, ხო ვეთქვით? ეს იქნება ქართველი და 90%-იანი სიზუსტე გვექნება. აი ესეთი ხალხი ცხოვრობს იქა და ამის მაღლა კიდე თურქეთის ტერიტორიაზე, აი ტურაბდინი ჩაწერეთ და იქ ამოვარდება უამრავი მართლმადიდებლური ეკლესია. ეს ეკლესიები ეკუთვნის ანტიოქიას. აი ესეთი გაყოლება არის რა, ესეთი დიდი გაყოლება არის. სამი ქალდეაა, მანდა ერთი ურმიის ტბის ქვემოთ იყო, აი ზაგროსის მთიანეთის შუაში შეიძლება ითქვას იყო ქალდეა, ურმიას ტბასთანაც იყო ქალდეა, მეორე რომელიც გითხარით ახლა აი ეგ შესაბამისად ტურაბდენის ადგილას, მეორე არის სადაც ნისიბისი იყო და გრიგოლ ნიზიანელისად, მაგას ანტიოქიაც ერქვა სხვათა შორის. ანტიოქია რამდენიმე ქალაქს ერქვა, არა ერთს. შესაბამისად მანდაც არის ქალდეა და უკვე უკიდურესად აქეთ ხმელთაშუა ზღვის წინ, სადაც არის ქალაქი შანლიურფა, სადაც გობეკლი ტეპეა, სადაც ედესა იყო, სადაც ავგაროზ მეფე იჯდა მაცხოვრის ეპოქაში და მეფობდა, სადაც ძალიან ახლოს მაგადგილიდან ტიგრანოკერტი დააფუძნა ქალაქი მეფე ტიგრანემ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში. შესაბამისად, აი მანდ იყო ის ური, ის ქალდეას გული, არფაქსადის მიერ ჩატანილი ტოპონიმი, პირველი ქალდეადან აი მანდ იყო ჩატანილი, სადა ეს იყო ქალდეა, სადაც ყველა ცხოვრობდა აი არფაქსადის ქვემოთ, აბრაამამდე და აბრაამი რო გავიდა, იქ დარჩა
გარდაცვლილი უფროსი ძმის არანის საფლავი და მისი შვილის იესტანი დარჩა ფიზიკურად ცოცხალი მხნედ და ეგ ის ადგილია სადაც შესაბამისად ვახტანგ გორგასალი მე-5 საუკუნეში დედას და დას 8 წლის განმავლობაში ტოვებს ქართული გარემო რო არ ყოფილიყო, რას დატოვებდა წარმოგიდგენიათ? მანდ იყო უამრავი ქართული კოლონია. და სტრაბონი ამბობს კიდე ამას სულ ვეჭიდები, მე სტრაბონი ამბობს რომ მანდაც იყო იბერია. ეს იყო სამხრეთი სიბერია. ეს სხვა იბერია არის, სადაც ახლა ჩვენ ვართ, და ის სხვა იბერია იყო. შესაძლოა ის იბერია განაცილებით უფრო დიდი ხნის არის, რა ვიდრე აქ არსებობა ტოპონიმისა იბერია. და მე აი ამ მომენტს ახლა გამოვიყენებ ამის გასად, მთელს ადამიანებს, მეცნიერებს, პროფესორები არიან, რამდენიმე აკადემიკოსიც არის და ერთმანეთში ერევა პრეისტორიული და ანტიკური და აი უძველესი 30 საუკუნის წინანდელი კოლხეთი და ელინისტური კოლხეთი სტრაბონისეული. ერთმანეთში ერევა, წარმოგიდგენიათ, ეს ანტიკური პრეისტორიულს იმიტომ ამბობ, რომ ახლა არა გვაქვს რა ცნობები 30 საუკუნის წინანდელი, აი გრაკლიანის წარწერა მოვიდა, გაახაროს ღმერთმა რომ კითხულობს ეს კაცი, ხო და შესაბამისად არა გვაქვს მაშინ ისტორიული ცნობები, ახლა აი ჰეკატე მილეტელი არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე და ჰეროდოტეა და რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი წერლები არიან 10 მაქსიმალურად, აი მე-6 საუკუნის, მე-5 საუკუნის, მე-4 საუკუნის და იმ ეპოქაში ხო იყო კოლხეთი, გრანდიოზული კოლხეთი, აი როგორც ჰეროდოტე ამბობს, ტრაპეზუნთა, კერასუნთა და სინოპიდან რო იწყებოდა, მიდიოდა კარდუს მთამდე, არარატის მთამდე. ხო წარმოგიდგენიათ, აი ამ ხელა მთელი კავკასია კოლხეთი იყო. და ეს განსხვავებული კოლხეთი პატარა, გაცილებით პატარა კოლხეთი იყო სტრაბონის ეპოქაში. გაცილებით პატარა კოლხეთი და მე ამ კოლხეთმა საერთოდ დაკარგა სახელი პროკოფი კესარიელის ეპოქაში მე-5 საუკუნეში. წარმოგიდგენიათ, მე-5 საუკუნეში უკვე ლაზიკა ქვია რა. სახელი დაკარგა. დარჩა და ახლა კოლხეთის შესაბამისად და ამ შანსსაც კიდე ერთხელ გამოვიყენებ, რომ კ არის ქ, ა და ო ძალიან ხშირად ცვალებადობს, რ და ლ ძალიან ხშირად ცვალებადობს და ქართლსა და კოლხეთს აქვთ ფუძე, არსი, ქარ და კოლ არის სინონიმები. აი წეღარ რო ვთქვი, როგორც ჟორჟი და გიორგი, როგორც გურჯი და გურზანი და ჯეორჯიანი და გრუზინი, აი ზუსტად ანალოგიური სინონიმებია ერთმანეთისა, ქართლი და კოლხეთი. უბრალოდ ისინი იმას ესე ეძახოდნენ, ასე დაერქვა და ასე შემდეგ. ეს რაც ამას შეეხებოდა, ახლა კიდე ერთხელ გეუბნებით, აი ამ წიგნმა მსგავს რაღაცაში ძალიან დაგვაკვალიანა რა, ძალიან დაგვაკვალიანა და იცით, აი ძალიან საინტერესო რაღაცას ახლა ჩვენი შეხედულება მოკრძალებული იქნებ ვიღაცამ თავისი აზრი ან გადახაზოს ეს ჩვენი აზრი. ან მხარი აგვიბას რა, რომ აი მაგალითისათვის მოსეს სიმამრი არის აქ ესე წერია მადიანელთა ქურუმი იოთორ, რომელიც გოგონა არის სეფორა შვილი, ანუ ცოლი მოსესი და შესაბამისად მოსეს ცოლზე სულ სხვადასხვა რამ წერია სხვადასხვა ვერსიებში გამიგეთ და რო ამოვკრიფეთ ეს სახელები, ახლა ნახეთ, ეს გოგონა არის თან მადიამელი, თან სხვადასხვა, ახლა ვინც თარგმნიდა აი ამ ბიბლიებს, მოდით შევთანხმდეთ, მით უმეტეს ადრეულ ეპოქაში. სანამ იქნებოდა განყოფა, ხო? დიდი სქიზმა, განყოფა ქართული და სომხური ეკლესიისა, ხო, სიტყვაზე. ვინც თარგმნიდა ამას, ყველა იყო სულიწმინდისაგან ნაამბორალი ადამიანი, გენიოსი ადამიანი, საოცარი ცნობები ექნებოდა რა. საოცარი ცნობები ექნებოდა, ახლა კიდე ერთხელ ვამბობ, მათ შორის არის სიმონ მიმრქმელი და მათ შორის არის გიორგი მთაწმინდელი, რაზეა საუბარი, ხო და რო თარგმნიდნენ, ყველანი გენიოსი იყო და რაღაცას თავის შეხედულებით რო თარგმნიდა, აი სახელს თარგმნიდა მაგალითისათვის, აი მისა მასორეტულ ტექსტში რო დარჩა სიტყვაზე აი ამ
რო წერია რომ აი ეს ადგილი სადაც მოხდა ბაბილონის გოდოლის დაცემა მას მასროლტუ ტექსტ წერია რომ ბაბილონში მოხდა ეს ამბავი და სხვაგან ამ ადგილს დაერქვა შერევნა გამიგეთ ახლა ბაბილონის გოდოლი იყო ეს აშკარად თვითონ ქალაქში მსგავსი რამე არ იძებნება და სხვაგან იძებნება ეს არტეფაქტი მახასიათებელი თუ ეს გოდოლი როგორ უნდა ყოფილიყო ცხადია არა კავკასიაში ახლა კავკასიაში ვისაც ეს მოვლენები დღევანდელ საქართველოში გადმოაქვს ან შეურაცხადია ან ოროსანია რა კარგად გამიგეთ აი ჩემი მეგობარია ბატონი საჩინო გრაკლიანი წარმოშობით ეზოკარმიდამოთი წინაპრებით ეს კაცი არის მუხრანელი ძალისელი წილკნელი ქსოვრისელი ქსნის ხეობელი და ერთი ოროსანი ადამიანია ბიბლიური გეოგრაფიის მკვლეველი და შექემი არისო მუხრანიო და აი მოგეხსენებათ ეხლა ჭაამოთხარა მან იოსებმა და ისააკია მათ და ეს არის ორმთაშუა ადგილი არის ცხადია საუბარი არის დღევანდელ პალესტინაზე და ისრაელზე და ის ადამიანი აი ამ შექებს ამბობს რომ არის წილკანი წარმოგიდგენიათ მუხრანი აი მანდიყო ეს მომიტევეთ ეხლა გადავერთე არ დავცინი ვარ უბრალოდ აბსურდულობას დავცინი ვარ თორე ამ ადამიანს ღმერთმა უქნას რომ ადამიანს დავცინო ღმერთო გადამარჩინე უბრალოდ აბსურდულობას და ეხლა მაგრამ როგორ შეიძლება არ დასცინო ორჯერ 2 რო 7-ია რა აი ამ რაღაც ვიღაცები ხო წერდნენ მაგ ფორმულას 2 გამრავლებული 2-ზე უდრის 5-ო და რაღაცებს ამტკიცებდნენ გახსოვთ მაგათი გამკვირვებია ბევრ რამეზე ხო და აი ამას დავამთავრებ მომიტევოს ტელევიზიის ხელმძღვანელობამ აი ამ თემას დავამატებ ისა რომ სეფორა მოსეს შვილი არის მოხსენიებული და თვითონ ეს ადამიანი ზეროვნება გამიგეთ ამ ადამიანისა და შესაბამისად ამ ადამიანზე ზოგან არის ნახსენები რომ ეს არის ეთიოპიელი ზოგან არის ნახსენები რომ ეს გოგო არის ჰინდო ზოგან არის ნახსენები რომ ეს გოგო არის მადიამელი ზოგან არის ნახსენები რომ ეს გოგო არის შავკანიანი ზოგან არის ნახსენები რომ ეს გოგო არის აი ეს ხო ხდებით როგორი რამე ჩამოვთვალე და ზოგან არის ნახსენები რომ არის ეს გოგო არის ქუშიტი ეს რეებით ჩამოვთვალე ახლა დღევანდელი ზუსტად ისეთივე გამარჯვებული გეოგრაფიით რომ თითქოს და აბრაამი ნასირიელია ბაღდათის სამხრეთით კუვეიტის ახლო მდებარე ქვეყანაშია დაბადებული და ამ დროს ევფრატის შუადინებაშია დაბადებული ადამიანი ქართულ სამყაროში ხო წარმოგიდგენიათ აი კარდუს მთიდან მდინარე რომ მოდის ჯერ კიდე რომ ანკარა ისეთ ადგილას ხო ხდებით რა ადგილია სადაც აი დერჭანი არის სადაც ვანის ტბის მიმდებარე ქვეყანა სადაც ფუძეერი ცხოვრობს დაფანტვამდე წარმოიდგინეთ იქაური რო აი ესეთივე შეცდომით ეხლა არის რომ აი ქუში აქ იყო ეთიოპია აქ იყო ესის და ამბობენ რომ აი სეფორაზე რომ ამას ამბობს ბიბლია შესაბამისად ეს აი ეპითეტურად არის ნათქვამი ეს ეროვნებები და ასე შემდეგ შეურაცხყოფილად არის მაგალითად ღმერთთან ემდურებიან აარონი და მარიამი და ძმა მოსესი რომ მან მოიყვანა ცოლად ეთიოპიელი ზოგან წერია ქუში ზოგან წერია ჰინდო ზოგან წერია შავკანიანი ზოგან წერია მადიამელი და ეხლა რა ხდება ნახეთ აი ეს ხო შესაბამისად თითქოს ერთმანეთის საწინააღმდეგო რო არის არარატის მთის მარჯვენა მხარე არის მიდეა და მადიამი არის და მადიამე ეს ანუ ამასთანავე ეს ადგილი არის ეთიოპია ამას შემოუვლის აი ამ მთას შემოუვლის მდინარე გიჰონი ჩვენი კვლევით არაქსი რასხი და იგი ჩამოივლის ეთიოპიის ქვეყანას ზოგან ეთიოპია წერია ზოგან ქუშია ესე იგი ეს თან მადიამია თან მიდეა თან ეთიოპია მეორე ეთიოპია ერთი ეთიოპია არის
ჭოროხის ქვემოდინება. მეორე ეთიოპია არის სადაც დღევანდელი ნახიჭევანია, სადაც დღევანდელი მაკუა, ანუ ერევნის სამხრეთით, ურმიის ტბის ჩრდილოეთით, არარატის მთის სამხრეთ აღმოსავლეთით არის დიდებული წაფობი, წალკოტი, ყველაფერი მოდის, საოცარი ქვეყანა. ესე იგი ეთიოპიაც არის ესა, ქუშიც არის, მიდიაც არის და ამასთანავე აქ ცხოვრობენ აი თომასლავის აჯანყება რო არის იუსტინიანეს წიგნებში წერია შესაბამისად, შვიდას ლექსიკონში წერია, ეს უკვე მე-9 მე-8 საუკუნის ამბებს ვამბობ ჩვენი დროით ცხადია, ჩვენი წელთაღრიცხვით ცხადია, აქ ცხოვრობენ სამნი, ყმანი, შავნი, წარმოგიდგენიათ და ისინიც მონაწილეობენ აი ამ თომასლავის აჯანყებაში და ასე შემდეგ და დიდი ტომია. ასევე არიან აქ არიან აი ეს შავნი ყმანი, ანუ შავკანიანებიც არიან აქ კიდე ჰინდო რაც შეეხება ეს ჩემი კვლევით ყველანაირი დასკვნით, აი ვახტანგ გორგასალი რომ მიდის შესაბამისად და გრანდიოზულ ანაბასის აწყობს 12000 კილომეტრს რო გადის ტრიუმფალურად და ამარცხებს შესაბამისად სპარსეთის მეფესთან ერთად ჰინდოთ, სინდეთს, ჯორჯანელებს, აბაშლებს და ასე შემდეგ. აი აქ იყო ჰინდო. ჰინდო იყო იქ სადაც არის დღევანდელი მაკუ. აქაც ცხოვრობენ ჰინდონი. და იქ კი არ წასულა სადაც დელია და სადაც ბომბეია და სადაც კალკუტაა და ჰაიდერაბადია. აი აქ ცხოვრობდნენ ჰინდონი, აუღებელი ციხესიმაგრეები ჰქონდათ შესაბამისად და აი აქ ჰინდონიც აქ იყვნენ. და ეს ყველა შესაბამისად ერთმანეთის სინონიმია. როგორც ჩვენ ქართველებიც ვართ 45 საუკუნეა ვიღაცისთვის ჯეორჯიანელები ვართ, ვიღაცისთვის ხეორხიანელები ვართ, თითქოს ეს სხვადასხვა სიტყვებია, ვიღაცისთვის ვრაცები ვართ, ვიღაცისთვის გურჯები ვართ, გურზანები ვართ, გრუზინები ვართ, ასე შემდეგ. ზუსტად ანალოგიურად აი ეს ადამიანს 7 სახელი აქვს შესაბამისად, 7 ეთნონიმია და 7-ვე ემთხვევა ამ ადამიანს. ანუ აქაური იყო მოსეს სიმამრი. ძალიან დიდი მადლობა. კიდე ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ეს წიგნი შეიძინეს. 10 წიგნები ვისაც არა გაქვთ ეს წიგნი და არ გაქვთ საშუალება, თუ გნებავთ მომწერეთ და სიხარულით ერთ ტომს რომელიმეს მეტადრე აი პირველი ტომი მაინც განსაკუთრებულია და ძალიან საყვარელია თავისი შემადგენლობით და არსით. აი ამ წიგნს გაჩუქებთ ერთ ადამიანს, ორ ადამიანს, მაქვს ახლა 3 ეგზემპლარი მაქვს, ერთი სოფლად, ერთი ქალაქად, ერთი სამსახურში და გავიმეტებ. ოღონდაც წაიკითხეთ. ოღონდაც პირველ მომენტში გამრავლდით, გაღონიერდით, ჯანზე იყავით, მშვიდობა გქონდეს, გამდიდრდით და შვილებს უთხარით, რომ სასწრაფოდ დაოჯახდნენ და ბევრი შვილები გააჩინონ და ყველაფერი იქნება კარგად. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართულ ენას, გაუმარჯოს ქართულ სახელმწიფოს. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მეგობრებო, გაინაცვალეთ.